გაიხარეთ, მრავალს დაესწარით დღევანდელ დღეს 14-ში დაემთხვა ჩვენი აქ შეკრება და წიგნის პრეზენტაცია, წიგნის, რომელზეც, რა ვიცი, ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წვალება გადავიტანეთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობას ვიხდი რა ყველას წინაშე, განსაკუთრებით იმ ხალხის წინაშე, ვინც დამეხმარა ამ წიგნის საშუალება მომცა, დრო მომცა იმის, რომ ეს წიგნი გამოცემულიყო. რა ვიცი, რაც შეეხება წიგნს, ხო, შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, რა ვიცი, ლაზარე დამეხმარება ალბათ ამ საუბარში და მამა ნიკოლოზმა 2005 წელი იყო, როცა პირველად თქვა, აქ აღნიშნული მაქვს წიგნში, რომ პლაკატები, სხვადასხვა ენების პლაკატები ანბანების სახით, თავისი დასახელებით და რიცხვით მნიშვნელობით. შემდეგ 2007 წელს თქვა იგივე გაიმეორა, ასე ვთქვათ დაგვიწერა, შემდეგ თქვა 2008 წელს. ესე იგი 2008 წელს უკვე რო არავინ რო არ გამოსცა ეს პლაკატი. შემდეგო ნელ-ნელა გამოეცითო პლაკატებიო, გითხრა ხო, მამა ნიკოლოზმა 14 არსებული 12 ენა არსებული, რომელიც ხალხმა იცის, რომ მარტო 12 ენაა ძალიან გავრცელებული, ხო, 12 ენა თუ ანბანი. და შემდეგო ცვალეთო საერთოდ რა ენა და ანბანიც არსებობსო. თავისი დასახელებითო და რიცხვით მნიშვნელობითო. ლევან ფირცხალავამ მარტო თეიმურას ხაინდრავამ და თინათინ მაჭარაშვილმა ეცადეს, რომ ეს 12 ანბანი გამოსულიყო, მაგრამ რო შევხედე, ხო, ძალიან დიდი მასალა იყო, რო შევხედე ინტერნეტში, რომ საერთოდ ძალიან ბევრი ენები და ანბანები არსებობდა. გავქნა და მამა ნიკოლოზს შევეკითხე, რომ თუ შეიძლება წიგნად შევკრავ ამას, რა ვიცი, როგორ რა სიტყვით ამა. კი ბატონო, მითხრა, კარგი იქნებაო ძანო, მიმანიშნა ხელით, როგორც ვიცით, მდუმარებაშია, ხო, მამა ნიკოლოზი და ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა. გადავაწყდი ძალიან დიდ პრობლემებს, არ ვიცოდი როგორ რა გამეკეთებინა, ხო, თქვათ, ცალგვერდზე უნდა გამეკეთებინა გრაფიკულად ანბანების გამოსახულება და მეორე გვერდზე, ასე ვთქვათ, მარჯვნივ უნდა გამეკეთებინა ამ ანბანების ესე ჩავთვალე, რომ უფრო რახან მამა ნიკოლოზმა თქვა რიცხვით მნიშვნელობით, მეთქი უფრო მეც დავწ. თქვათ, ქართულ ანბანს ქვია დედაენა, ზოგ ანბანს ქვია, ვთქვათ, რაღაცა ანბანს თავის სახელი აქვს, ასე ვთქვათ რა. და ეს ძალიან ძნელი გამოსაძიებელია და რაც იყო ცნობილი, ის რა თქმა უნდა დავწერე. რაც არ იყო ცნობილი, აგერ მოგეხსენებათ წიგნს რო გაიცნობ, წიგნს რო გადავფუძლებ. ინტერნეტს რაც შეეხება, ხო, ინტერნეტიდან ამოღებულ მასალას, საინტერესო ის იყო, რომ ქართულ ენაზე არის ძალიან მცირე მასალა, ძალიან მწირი მასალა, საერთოდ ენებთან დაკავშირებით კი არა, ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით და საქართველოში ფაქტიურად არ აქვს ინფორმაცია ხალხს, ახალგაზრდებს, ან თქვათ მკვლევარებს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია, აი რო დაჭირდეთ, უნდა იცოდნენ აუცილებლად რუსული ენა, ინგლისური ენა და სხვადასხვა უცხო ენა უნდა იცოდნენ, რომ ინტერნეტში სრულყოფილად გამოიძიონ რამე ინფორმაცია მიიღონ, ასე ვთქვათ. ეს ძალიან ცუდია. ჩვეულებრივ სახელმწიფო უნდა მუშაობდეს ამაზე, რომ ხალხმა ინტერნეტში შეიტანოს მასალები და შემდეგ სხვა მკვლევარი და ვინმე გაეცნოს ინტერნეტით ნებისმიერ ინფორმაციას რა. რაც შეეხება მე არ ვიცი ახლა მამა ნიკოლოზი რატო ამბობდა ამას, რომ გამოეცით მსოფლიოს ენები და ანბანები, ხო? გამოეცით, მაგრამ როდესაც თქვათ შენ წიგნს აკეთებ, ხო, ძალიან საინტერესოა ეს. ისეთ რაღაცებს იგებ და არ ყვევ, რაც აქამდე არ გაგირკვევია და ახლა საიდან ვიცოდი ახლა მე მაგალითად, რომ არსებობდა მსოფლიოში 150-ზე მეტი ანბანი, ხო? აქ შეტანილი მაქვს 159 ანბანი, რომელიც არის მკვდარი ანბანები, მკვდარი ენებიც და რომელიც დღევანდელ დღეს ჩვეულებრივ ხმარებაშია. არის ძალიან საინტერესო ამ მიზნით, რომ აი მაგალითად ინდოეთში არის დაახლოებით 15 ანბანი და ენები ხო უამრავია, ენებს ვერ დაითვლი. დღესაც არ არის გამოკვლეული ინდოეთში რამდენი ენა. მამა ნიკოლოზი იმასაც მიუთითებდა, რომ ინდოეთს არ ექცევა სათანადო ყურადღება, ინდოეთსო და ჩინეთსო, ხო.
ერთ-ერთი მსოფლიოში მარტო ჩინელებს არა აქვთ ანბანი, მარტო. ხონია აქ. ხო, არა, აქ. არა, როგორც არის რეალურად რო იყოს, ხო, ვილაპარაკოთ, აი, უნდა იცოდე რაღაცა 3000-4000 იეროგლიფი რო ჩინური დამწერლობა ისწავლო და ეს არის ძველი ჩინური ანბანი. დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე. ეხლა რაშია საქმე? შეტანილია საერთოდ ნებისმიერი რაღაცა. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ საერთოდ ნებისმიერი რაღაცას რო გამოიძიებ ადამიანი, ხო? მაინც არ უნდა დაიჭერო ეს არა, ლაზარე, ჩემი აზრით, ხო? იმიტომ რომ რა იცი შენ, იქნებ ინტერნეტი გატყუებს, ხო? იქნებ თქვა წიგნი გამოცემულია თუნდაც კომუნიზმის პერიოდში და იქნებ შენ გატყუებენ, ხო? ეხლა მე გამოვეცი წიგნი, წიგში რასაც მინდა იმას ჩავწევ, თქვა და ადამიანი იფიქრებს ამ წიგნის მიხედვით, ხო? რატომ უნდა დაუჯერო წიგნის? მე უბრალოდ მიმოხილვა გავაკეთე, დანარჩენი ხალხმა კიდე გამოიძიოს, ხო? თავარია რომ მე ვეცადე რამდენიმე ინტერნეტ გვერდი გამომეყენებინა, რამდენიმე სხვადასხვა ენებზე ვთქვა, შეიძლება ვთქვა რუსებს რაღაცა ინფორმაცია აქვთ მოპოვებული სათავისოდ, ხო? მაგრამ მოდი ახლა ინგლისურს ვნახავ, ხო? შევადარე მე ყველანაირად ვეცადე, რომ სხვადასხვა ქვეყნის ინფორმაციები, მოძიებული ინფორმაციები შემედარებინა რა და ეს სხვისთვისაც ხო საინტერესოა, მამა ნიკოლოზი ამას გვასწავლიდა ჩვენ და გვასწავლის, რომ აი არ დაუჯერო იმ წიგნში რაც არის, ხო? შეიძლება წიგნში რაღაცა ინფორმაციაა შეცვლილი. ინტერნეტშიც იგივეა აბსოლუტურად რა. რა ვიცი. რა სიტყვით მე თუ რამე გამახსენდება, მე კიდე ვიტყვი, რა თქმა უნდა, რა და რაღაცა თქვით, რომ დამეხმაროთ ჩემში. მოკლედ ყველას დიდი მადლობა რა თქმა უნდა. მე უბრალოდ ჩემს სუბიექტურად როგორ ვუყურებ ამ პროცესს, ამ მოვლენ, ამ წიგნის გამოცემას ბერნიკოვსთან დაკავშირებით, აი ეს მინდა რომ მოკლედ თქვა. ჩვენ გიას არ აქვს პრეტენზია და არც ერთ ჩვენგანს, მე მგონი რომ ჩვენ რაღაც მეცნიერული ამბიცია, პრეტენზია, კვლევის თუნდაც ეს არის უბრალოდ მორჩილება ბერნიკოვის კვლავად შესრულებული და ასრულებული, რაც იმაში გამოიხატა, რომ გია საკმაოდ ესეთი სერიოზული შრომებია იმისათვის, რომ შეეგროვებინა ნედლი მასალა, მე ასე ვუყურებ ამას. ეს არის ნედლი მასალა და მე მგონი პირველი პრეცედენტია, მსგავსი ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, რომ ესე ვთქვათ შეკრებილიყო ყველა რასაც კი ადამიანი თქვათ მიაკოლებს თუ მოიძიებს აი ეს ყველა ეს არბანი. მაგრამ თავარი მნიშვნელობა და საზრისი ამ ქმედების ჩემი აზრით ის არის და ჩვენ პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს. ამის კიდეც სხვა სფეროში თქვათ სხვაგან, რომ ამას მე მოაქვს რაღაცა შედეგი. თურმე ეს ყოფილა საჭირო ამისთვის და ეს შედეგი არ დგება უცებ. ჩვენ წვეთობრივად მე ამას ვეძახი წვეთობრივ შედეგის დადგმას. როდესაც ფაქტობრივად მე მგონი რომ ჩვენი ყველაზე სერიოზული პრობლემა არის შავი მუშობა არავის არ უნდა საქართველოში. ყველას უნდა რომ უცებ შეცვლოს დიდ ოკეანეში, უცებ გახდეს მეფე და რა ვიცი, გამგებელი, მოკლედ სააზროვნო იქნება ეს თუ სამოქმედო სფერო. შეიძლება ალბათ ბერი გვაჩვენს იმას, რომ შენ ჯერ შეასრულე რაღაც შავი სამუშაო, ესე იგი, ნუ გექნება შენზე დიდი წარმოდგენა, შენ თავზე დიდი წარმოდგენა, შეასრულე ეს სამუშაო და მერე შენ ნახავ შენ თვითონ ჯერ საკუთარ თავში, შენივე თავში ამის ნაყოფს და მერე საზოგადოებრივადაც. მე უბრალოდ ცოტა კი არა, კაი რიდი და ის ამას როგორ თქო, მორინდება, რომ არსებობენ სპეციალისტები, თქვათ მეცნიერები, რომლებიც ხშირად აი პატარა რაღაც წვეთ წყალზე მართლა მუშაობენ მთელი ცხოვრება და ჩვენ უბრალოდ არავითარი გიას ეს ხა შეიძლება ესე პირში ქება, მაგრამ ეს ღირსება აქვს, რომ მათ შეუძლია ჩახაროს თავი და თუნდაც ბერნიკოვის სიყვარულით და მისი პატივისცემით შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ბერმა მიგვითითა, უკვალურად მიგვითითა ეს განკეთეთ, მაგრამ არავინ და ვერავინ ამას ვერ აკეთებს. იმიტომ რომ ყველას ეჩვენება, რომ ის სხვა მეც ჩემი ჩათვლით, რომ ის რაღაცა სხვა რაღაცისთვის არის მოწოდებული,
უფრო დიდისთვის, უფრო მნიშვნელოვანისთვის, თქვა, თავის გაგებაში ვალო. აი ეს ამ ხრივ მართლაც არის ყურადღების ღირსი ეს წიგნი პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მეორე მისი მნიშვნელობა ალბათ ის არის, რომ მე ვფიქრობ ის სპეციალისტებს აუცილებლად დაჭირდებათ. მუში არა, საკმაოდ. რო ესე იგი ეძებ და ორიენტირი კომპასი არ აქვს რა საინფორმაციო. როცა ესეთი სახით მე ვფიქრობ შეიძლება ბევრ ადამიანს, მაგრამ რაღაცა გარკვეულ თითებზე ჩამოსახლე თუნდაც კვლევას და მეცნიერს ეს აუცილებლად პრაქტიკულად გამოადგება. მოკლედ ის მინდა ვთქვა, რომ გიას და ჩვენაც მასთან ჩვენ ერთად გავაკეთებთ ეს აბსოლუტურად უპრეტენზიოდ და ყოველგვარი ესე იგი აი ნატამალი ამბიციის გარეშე გვაქვს ეს მას პირველ რიგში და ჩვენ ახლა მე პირადად არაფერი არ გამიკეთებია. ქართლისა თანაუგრძნობდი და გულშემატკივრობდი მთლიანად და რაც შეეხება ეხლა თვითონ წიგნში შემავალ მასალას ალბათ თუკი დეტალებზე ვთქვათ ჩვენ გაგვიჩნდება რაღაცა ფიქრი, რაღაცა ნაზრი, მე ვფიქრობ მაინც რომ ბერნიკოლოს აი ესეც ისეთი ჩემი ასე ვთქვათ ძალიან სუბიექტური დასკვნაა, რომ შეიძლება ქართულ ანბანთან მიმართებაში ძალიან ბევრი ისეთი დეტალი ამოხტეს და ამოვარდეს, რომელიც მართლა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან ღირებული არა მხოლოდ ქართველისთვის და ქართველი მეცნიერისთვის, არამედ უცხოელი მეცნიერებისთვისაც და ესეთი ვთქვათ მომენტები გიას ქონია ამ შრომის დროს. მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა და კიდე რამე თუ გამახსენდა მე დავაღწევ ძალიან დიდი მადლობა ყველას და ხო რა მინდოდა მე თქვა თუ კი თქვა ჩვენ რაღაცა დეტალებს ვიგრძნობთ კონკრეტულ დეტალს რომელიც შეიძლება გასაჯაროვდეს და იცით რა არის რახანბერის მორჩილება მე ასე უყურე შეიძლება ისეთმა დეტალებმა გამოანათოს სალტეული მკითხველის ვინც გაიცნობა იმის გონებაში იმიტომ რომ წარმომავლობა რახან წმინდა აი ჩვენ რო ხშირად ვამბობთ რომ თქვა სახელმწიფოებრივად გამონათება ქონდა საქართველოს და იმიტომ რომ საქართველოს მეფეს ყავდა წმინდა მოძღვარი ან შედეგი ყოველთვის აქვს ალბათ წარმომავლობისგან გამომდინარე შრომას როდესაც ადამიანი თავის სუბიექტს ნაკლებ ნიშნულობას ანიჭებს და მთავარ და გადამწყვეტ ნიშნულობას ანიჭებს წარმომავლობას ანუ ფესს ნიადაგს საიდანაც მისი ეს შრომა წარმოდგება ამ შემთხვევაში ეხლა ყოველგვარი აქვს 17 თავდავლობის გარეშე აქ ვიტყვი რომ ნამდვილად წარმომავლობა არის ბერნიკოლოს სიტყვა რა თქმა უნდა ხო და ამიტომ ხო რა ისა ეს დეტალი რომ ესე იგი თუკი ჩვენ გაგვიჩნდება რაიმე სააზროვნო მასალა ჩვენ პატარა რაღაც ინტერნეტ ტელევიზია გვაჩნია ძალიან კეთილი ადამიანების წყალობით, ჩვენი მეგობრების წყალობით და იქ კარგი იქნება თუკი ჩვენ ზოგიერთი ფრაგმენტის თქვა თუნდაც განხილვებს მოვაწყობთ პერიოდულად. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად. არსებობს და ორი სიტყვით მოიწეროთ. იმ სიახლის შესახებ ზოგადად დასწრაფი თქვენ ახსენეთ. კი, გეტყვით. წავაწყდით და ორი სიტყვით და არა, გეტყვით, ეს ძალიან აი იქაც ორი სიტყვით. კი, გეტყვით ყველაფერს რაც კი, რამ წარმოიჩინა თავი ყველაფერს გეტყვით, პირიქით ამაზე მინდოდა მელაპარაკო. აი აქ არის ერთი მომენტი, თქვათ ინტერნეტში მინდა მოვძებნო რომელიმე ანბანის რიცხვითი მნიშვნელობა. აი ნებისმიერი, თუნდაც ესპანური ანბანის რიცხვითი მნიშვნელობა. ყველა ანბანს აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, ხო, როგორც მოგვეხსენება, მაგრამ ყველა ანბანს აბსოლუტურად აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, ან ჰქონდა რიცხვითი მნიშვნელობა. აი თუ ანბანს აქვს ძალიან დიდი რიცხვითი მნიშვნელობები თუ გააჩნია, თქვათ მილიონამდე, 10,000 თუ გააჩნია, 100,000 თუ გააჩნია და ასე შემდეგ, ესე იგი ის ანბანი არის ძველი, როგორც მე მითხრეს, ასე ვთქვათ. ეს ალბათ გადაგვეცნება იდაპოლუსტაჩი.
იაპონურზე და ჩინურზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რა ვთქვათ, იმიტომ რომ იაპონური და ჩინური არ ამგონია რომ ძალიან შესწავლილი იყოს თუნდაც მსოფლიო მეცნიერების მიერ. შეიძლება იყოს ვიღაცის მიერ შესწავლილი, მაგრამ თუ შენ არ შეწირე თავი ცოტა რამდენიმე წელი ვთქვათ იაპონურს ან ჩინურს ისე ვერ შეისწავლი, იმდენად რთული ანბანებია ის. შენ იქ უნდა იცხოვრო, შენ იქაურ მკვლევარებთან უნდა კონდეს ურთიერთობა, შენ იმათ უნდა გითხრან ამ ანბანების საიდუმლოება, რაც მარტო იმათ იციან და არ ეუბნებიან თქვათ სხვებს. ანბანი რელიგიასთან არის დაკავშირებული. აი, კერძოდ რა მინდა ეხლა რიცხვით მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რომ აზრი სხვაგან არ გამექცეს, ხო? ნებისმიერ ანბანს რო ჩაწერ და მინდა ამ ანბანის რიცხვითი მნიშვნელობა, აგდებს ებრაული ანბანის რიცხვითი მნიშვნელობას. ესე იგი, რა დონეზე აქვთ რეკლამა, ასე ვთქვათ, გაწეული ებრაელ ერს თუ ებრაელებს თავისი ანბანის რეკლამა აქვთ გაწეული, რომ ნებისმიერ ანბანს რო ჩაწერ, აგდებს ებრაული ანბანის რიცხვითი მნიშვნელობას. ნუ არ მინდა ეს ებრაული რიცხვითი მნიშვნელობა, მე ვეძებ ესპანურს, ხო? მაინც აგდებს ებრაული ანბანის რიცხვითი მნიშვნელობას. აი რა არის საინტერესო. რა ბევრს არ აინტერესებს, რომ თავისი ანბანის რიცხვითი მნიშვნელობა, ვთქვათ, ინტერნეტში ჩათვითონ და აი ვთქვათ, შეიძლება თქვენ გამოძიებული გქონდეთ რიცხვითი მნიშვნელობა ესე იყოს და სხვა მეცნიერს გქონდეს გამოძიებული, რომ სხვანაირად იყოს რიცხვითი მნიშვნელობა. ეს ხო ისიც ყურადსაღებია და ესეც ხო, საიდან ვიცით ახლა ჩვენ უძველესი ანბანები მეცნიერი ხარ, კი, გასაგებია, მაგრამ საიდან იცი შენ 3000 წლის უკან როგორი რიცხვითი მნიშვნელობა ქონდა, ან 2000 წლის უკან, ან თუნდაც 1000 წლის უკან, საიდან იცი, ხო? ხო, ზუსტად დაზუსტებით არაფერი არ არის გამოძიებული. შემდეგ რა ამოვარდა კიდე, აი ებრაული ანბანი, ხო ჩვენ გონია რომ ხო რომ უძველესია, ხო ებრაული ანბანი. გონია რომ უძველესი, ერთ-ერთი უძველესი. ებრაული ანბანი არის იმპერიული არამეული კვადრატული დამწერლობა. ესე იგი, იყო არამეული დამწერლობა, რომ თურმე სადღაც 2000 წლის და უფრო მეტი წლების უკან, თქვათ 2500 დაახლოებით, რომ არსებობდა არამეული ანბანი, არამეული დამწერლობა, შემდეგ არამეული დამწერლობიდან წარმოიშვა ასურული დამწერლობა, ასურული, სირიული, იგივეა. აი ამ არამეული დამწერლობის კვადრატული გრაფიკული ფორმა არის ებრაული დამწერლობა. თურმე. და აი რომ ამბობენ რომ ქრისტე ლაპარაკობდა არა ქრისტეს მშობლიური ენა, არამეული, როგორ გეკადრებათ, რატო? რახან ლაპარაკობდა, ესე იგი მშობლიური ენა იყო? მაგ დროს იმპერიაში იყო, როდესაც და ქრისტე მოვიდა, ხო, ღმერთი მოვიდა ამ ქვეყანაზე, მაშინ არამეული დამწერლობა იყო იმპერიული დამწერლობა. და რა თქმა უნდა, ყველა სარგებლობდა მაგით და თუნდაც სახარება რო გავრცელებულიყო და ადამიანებისთვის რო ეკადაგა, სხვადასხვა ერის ადამიანებისთვის უნდა ეკადაგა არამეულ ენაზე. აქედან მერე მოდის ეს ლაპარაკი, რომ თითქოს ქრისტეს მშობლიური ენა იყო არამეული ენა. ეს მცდარი აზრი. იუდეური ხარი ხარ, იუდეური რასა. იუდეური მაგ დროს იუდეური და ებრაული ეს ერთი და იგივე მცნებაა, ჩემი აზრით. კი, ბერძნულად, კი. ნუ აი მე ვიცი, მე აქედან ამ კვლევიდან გამომდინარე ჩანს ის, რომ არამეული, კვადრატული არამეული დამწერლობა, აქ მე მოტანილი მაქვს კვადრატული არამეული დამწერლობაც, იმპერიული არამეული დამწერლობაც და ნუ შედარებებია რა, ეს არაფრით არ განსხვავდება. აი ნახეთ ახლა ქართული ანბანი, ავიღოთ მხედრული, ჩვეულებრივი რა და მხედრული რომ კვადრატული გრაფიკა რომ იცით მხედრულს. აი ეს არის იგივე რაღაც ებრაული დამწერლობა, არის არამეული დამწერლობა. და იქიდანაც დასტურდება, რომ ალეფ და ეს ანბან განდო, ხო, ებრაულად როგორც არის, ვთქვათ, იგივე ხმოვანება აქვს, როგორც არამეულში. აი ეს არის კიდე საინტერესო. მერე კიდევ ის, რომ ჩემ ბავშვობაში თუნდაც, ვთქვათ, ასწავლიდნენ, რომ სომხური დამწერლობიდან მოდის ქართული დამწერლობა, ხო, წარმოშობილია და ვინმე ეროვნულმა მოღვაწემ სომხების მესროპ მაშტოცმა თურმე შექმნა ქართული დამწერლობა. ეს არის ძალიან მაგარი მცდარი აზრი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დღესდღეობით ორი დამწერლობა.
ფაქტიურად 3-ია, მაგრამ ორი გამოიკვეთება, ხო? მხედრული, რომელიც ამბობენ რომ შეიქმნა მე-10 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში, მაგრამ ეს მხედრული გაცილებით ადრეა შექმნილი, ამ კვლევასთან დაკავშირებით კაცმა რომ გამოიკვლიოს, იგრძნო, რომ ეს გაცილებით ადრინდელი ისეთი ძალიან სერიოზული ფორმებია, რა მხედრული ნებისმიერი ასო რო შეადარო ერთმანეთს, აბგდ-ზე, რო შეადარო ერთმანეთს გავს გვალი მოხაზულობით რა და ყველაზე იდეალური დამწერლობა თურმე არის ის დამწერლობა, რომელიც არის გვალი მოხაზულობით. რომ შენ ესე ჩქარჩქარა, ხო, ჩქარჩქარა წერ რა, სრულყოფილია და პრაქტიკულად კარგია რა, გამიგე? ეხლა სად ეხლა კვადრატული სანამ ამ კვადრატს ჩახვალ და გახაზავდა, მაინც კვადრატული რო იყო დამწერლობა, მე თურმე გვალდებოდა, იმიტომ რომ თუ ბევრს არ წერს ის ერი და რაღაცას თუ არ ქმნის, ის რჩება ისევ ისე რა, ის აზროვნება გვარებდა. ხო, აზროვნება და რაღაც. ბევრი ის რა. ვადროგია მე მინდა ესეთი და მე როგორც და ასე იქალაქ მიმოხილვა და ლიტერატურის და მაინტერესებს მსგავსი ქართულში საქართველოში თუ შექმნილა. ესეთი წიგნი? ასეთი წიგნი კი რა დავხვათ ქართული ენის და ალბანის გამოკვლევა უზარმაზარი კვლევარები ყავდა და ახლა არც ასრულს არ და გამოკვლევა ქართულ მეცნიერებაში და იმაში, მაგრამ აი ასეთი ახლა ეს არის ზოგადი სახის შეკრებილი. ხო, უბრალოდ. ეს მე შევხედე ზოგადი სახის შეკრებილი მასალა და ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე ეს მოხდება ამის გამოცომა ალბათ. თუ არის ქართულ მეცნიერებაში ან ქართულ ლიტერატურაში სტილება ამისა, რომ ასეთი რამე შექმნილიყო. ბატონო ვთქვი, მამანიკოლოზის მიმართულება კი არის, მაგრამ თუ იყო ვინმე თქვენამდე ისეთი მეცნიერი ან მოუვანცია ეცალე აი მსგავსი რო შექმნილიყო, ქართულ ენაზე არა მაქვს საუბარი და ქართულ ალბაზე და სახე სოფლიო აი ხო, როგორც სოფლიო ანბანი. თუ არის კიდე ისეთი მეცნიერები რა თქმა უნდა მათ ჩახდოდეთ ამ საკითხში, სხვა ქვეყნებში, რომელსაც აი ესეთი შენაკრები და ქართული ანბანის და ქართული მის ინტერპრეტაცია რომ მოეწყო ეს ჩემთვის შეგვიძლია მაგრამ აი ხლა დაახლოებით ჯერ იმას ვიტყვი თუ შეიძლება რომ აი მადლობა მე ნამდვილად არ მეთქმის რა ნამდვილად არ მეთქმის არც როგორც ხედავ უზარმაზარი შრომა ჩადებული რა არა ეს ყველა ასე აზროვნებს და ყველა ქართულს ხო შეიძლება რომ კი ხო ინტერნეტში ეს მუშაობა რამდენჯერ მიახსენეთ რომ ინტერნეტიდან ამას იგებს ალბათ კვლევები, ალბათ კვლევარებთან შეხვედრა, მეცნიერებთან შეხვედრა. არა, ეს არის ინტერნეტის მასალა, მხოლოდ და მხოლოდ მე მაქვს შედარებები, რომ ინტერნეტიდან არ მოვთხოვებულიყავი. ესე იგი, სხვადასხვა ძალიან საჯაროდანაც ვნახებ თქვათ, საჯაროშიც წიგნები აღმოვაჩინე, რომ სადაც იყო თქვათ თვითონ წიგნი გამოცემული რუსულ ენაზე. ესეთი წიგნი არსებობს, მაგრამ ამდაგვარი ის არის ასე ვთქვათ, როგორ აი დაყოფილია ჯგუფებად. ენები ხო არსებობს ინდოევროპული, ხო? მე ესე არ დავყავი, მე ანბანის მიხედვით ოსური ენა, თურმე ეს ძალიან ახლოს არის სოგდიურ ენასთან, რა. სოგდიური ენა არის დღესდღეობით ტაჯიკეთში ცხოვრობენ სოგდიელები, თურქული ისა, ირანული. თურქმენული ხალხი. ხო, თურქმენული არა, ირანული ისა. რა, ტაჯიკეთში თურმე დღესაც ცხოვრობენ. ისინი თვითონ ირანული წარმოშობის. კი, ირანული წარმოშობის, იმიტომ რომ ირანის იმის ქვეშ იყო ტაჯიკური ენა ხო, ფარსის ენა, ტაჯიკური, ავღანური და ირანული ენა ერთი ენა ფაქტიურად და ტაჯიკეთში დღესაც ცხოვრობენ, რომლებიც ტაჯიკებმა მე გადაასახლეს თურმე ყაზახეთში, უდაბნოს შიმშილის ველი ქვია ამ უდაბნოს და ეს სოგდიელები კომუნისტების დროს გადაასახლეს 1970 წელს და შემდეგ ისევ გადმოსახლდნენ უკან რა ნაწილი და აი ეს ხალხი ძალიან ამათი ენა ძალიან გავს ოსურ ენას. ესე იგი ოსები ჩამოსახლებული იყვნენ კავკასიაში, ჩამოსახლებული იყვნენ როგორც ცოცხალი კედები რა. კავკასიაში დასაცავად, ასე ვთქვათ, იქიდან რომ მტერი არ გადმოსულიყო ირანელების მიერ. არა, ირანელების ის იყო, ხო? ინტერესატარი. კი, ეგ ადრე, ხო? და მე კიდე რა მინდოდა მე თქვა, აი თქვენ რომ ბრძანებთ რომ მადლობა პირველ რიგში. მადლობა მე ნამდვილად მინდა იმ ხალხს გადავუხადო, არ დავაკონკრეტებ, არ მოვაბეზრებ იმ ხალხს თავს, ხო? ნამდვილად ვინც მოგცა საშუალება რომ ჩვენ გვემუშავა ამ წიგნზე. თუნდაც იმ ფინანს აი რეაგირება, ასე ვთქვათ, უცებ ვინც გამოხატა ამაზე, აი ეს ფიქრი, რომ მარტო მე კი არ ვფიქრობდი, ხო? ესე იგი
პირველ რიგში ერთ-ერთი ამ ხალხმა იფიქრა, როცა მე გავაჟღერე ეს, რომ მოდი ეს გავაკეთოთ რა და ნუ ამ ხალხმა იფიქრა. აი ეს არის ძალიან სასიამოვნო, ეს არის რატო სასიამოვნო რა, ერთსულოვნება რა ამაში ჩემი აზრით და მე უკვე მე დავიწყე და 1000 კრიტიკოსი შეიძლება გამოჩნდეს 1000 რაღაც რატო გეუნეთლეს ეს არ არის მეცნიერის ისა რა ქვია მეცნიერული ნაშრომი ეს არის ზოგადი ნაშრომი და მე რატომ მინდა მადლობა გითხრა რომ აღარ დღეს ადამიანები ცდილობენ რომ მარტო ინტერნეტში და რაღაცა და თქვენ ეს შეკარით ყველაფერი შეკარით და საზოგადოებას მიაწოდეთ აზრი რომ გააფართოვოს, გააღრმავოს და უფრო ღრმად ჩართოს ეს ენციკლოპედიურია. ხო, აი თითქოს ლექსიკა, კი, ენციკლოპედიის დონეზე გაკეთებული. ხო, დონეზე. მე რომ ახლა შეიძლება არ იყოს რამდენად ისა მამა ნიკოლოზი სწორედ იმას იტყოს რომ პლაკატებად აქ შეგრულია თავიდან ბოლომდე რა აბსოლუტურად. დიახ, ეს რა თქმა უნდა მამა ნიკოლოზის უდიდესი აზროვნების დამსახურებაა, რომ მაგრამ ვიტიტა კიდე იმას წარმოსდის თავისთავად. შემთხვევით არ ლურსულით არა, სომხებთან დაკავშირებით რა მინდოდა საინტერესო მეთქვა, აი ერთ-ერთი აი სომხურ ანბანთან დაკავშირებით რა მინდოდა. ხო, ამბობენ რომ სომხური ანბანიდან არის წარმოშობილი ქართული, თქვათ, ხო? ჩემი აზრით ასე ვთქვათ და ეს არის არამეული ანბანიდან გადმოღებული ანბანი, ეთიოპიური ანბანიდან გადმოღებული ანბანი და ქართულიდან გადმოღებული ძველი ქართულიდან. ესე იგი, თავრული იყო მარტო ერთ ხაზში იწერებოდა, ხო? და სომხური ანბანი დღესდღეობით არის ერთ ხაზში იწერება, ხო? და როგორ შეიძლება ახლა ჩვენ სომხებისგან გქონდეს შექმნილი ანბანი, როდესაც ჩვენ გვაქვს წერან ვამბობდი მე და დამავიწყდა ჩვენ გვაქვს დღესდღეობით სამი სახის ანბანი და სომხებს აქვთ ერთი სახის ანბანი. დღევანდელ დღემდე, ხო? ჩვენთან არის სამი ენა, მეგრული, სვანური და შეიძლება დაერქვას ქართლული, ან იბერიული, ეხლა ამაზე არ დავიწყოთ კამათი. არ დამიწყოთ. კი, მეგრული, არა, მე რა ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია რომ ენაა, ხო? და ქართულია. მე ვიცი რომ მეგრულს რო უსმენ ქართულია. ქართულია, სვანურს რო უსმენ ქართულია, ხო? ამაზე, ხო, გენეტიკურადაც დიახ, რა და ქსიამოვნებს ახლა. მე როგორ შეიძლება მე სიამოვნოს? არ სიამოვნებს ახლა რაღაცა სხვა ენა, ხო? ისე როგორც ქართული, ხო? თქვა და როცა მეგრულს უსმენ და როცა ის ქსიამოვნებს და რატო ქსიამოვნებს? მეგრელებმა არ გაგიგონებს. ბევრი რაღაცა იშიფრება, ასე ვთქვათ. ხო და ნუ აი ეს ალვანური ენა რო შეხედო ძალიან გავს ქართულს, ხო? პირველი გვერდზეა ეს. 10 იწყებოდა და გავს აგრეთვე სომხურს. და ისევ ქართველმა აღმოაჩინა მათი ანბანი იმის მთაზე, ხო? სინას მთაზე. ალბანური რომელი ერთს ეკუთვნება? დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია. ალბანური ძაღლი. ალბანური იგივე აზერბაიჯანი, აი დაღესტანი აზერბაიჯანი და თურმე აზერბაიჯანი დაღესტნის გამოიძიეს მამუკა თურმე მე არც ვიცოდი წესილად უდიების ენაა ეს. უდიები იყო. გაწყვიტეს უსებ. კიდე რა შეიძლება აი ქალბატონმა ეს ეს შედარება ალბანური ანბანის ეთიოპიურთან. ეთიოპიური არის ერთ-ერთი უძველესი ანბანი სხვათა შორის, იმიტომ რომ 14 ანბანში შედის ეთიოპიური ანბანის და გავს ცოტა ძველი ქართული და ეთიოპიური შორიდან რო შეხედა გქვა ერთი. ჩვენ ბიბლიის თანახმად ხო ვიცით რომ ერთი ენა იყო სოფლიოში. ერთი კი, რა თქმა უნდა, აგერ მაგ. აი ეს ერთი ენა, ერთი დამწერლობა თუ მასშობა საბუთდება აი ამ კოლების შედეგად რომ მართლა მიდიოდა ეს ამასთან კონტაქტი ხო აი ამბანებს ერთი ძირი აქვს ერთი ფესვი აქვს ერთი საწყისი აქვს ვერ გიპასუხებ არ ვიცი და არ ამგონია ვინმე მგიპასუხებს ამაზე თუ შეიძლება რა არის ის საერთოდ არის ისეთ რა რო იყოს ერთი ასე კი ჯვარი შეიძლება ჯვრის სახით ბევრია საერთოდ ბევრი ანბანისთვის საერთო ბევრია იმიტომ და სვასტიკა სვასტიკაც ძალიან საინტერესო ის არის სვასტიკა ხო ჯი თუნდაც კი ჯვარი სვასტიკა და კიდე არის კიდე ჩვეულებრივი ბორჯღალი მხედრულ ანბანურ გრაფიკაზე იმიტომ ვამბობ გაცილებით ძველია და შეიძლება ეს დადგინდეს კიდევაც როდისმე რომ
იყოს 2000 წელზე კი არა გაცილებით ძველი. აი რა არის იცი საინტერესო ალბათ ის იქნება თუ ის მაინცაა მიგნებული რომ აი ძველი ამბანთა ჯგუფი რომელია ხტირის კაიცირის თქმა მინდა რომ აი ამ ამბან შორის თუ იმის თქმა თუ შეიძლება ცოტა თამამად ასე ვთქვათ რომ არის ამბანები რომლებიც თავისი სახით მიეკუთვნებიან ძველს როგორ არის და ეს აშკარად ჩანს ხო არის ესეთი ამბანი აი ხა რა ვთქვა ჩვენ რა აი ძველ ამბანებიდან აი მაქედან უნდა გაკეთდეს ალბათ დასკვნა რომ აი მათ თუ არის საერთო საწყისი თორემ მე შეიძლება ადამიანმა უკვე იმდენად სახეცვლილება მიცა ამას კი ქართული დამწერლობა ზუსტად რომ მუშაობდა ახლა ეს შეიძლება ბევრს არაფერს მის ხო და აი ამ ძველ ამბანთა შორის რამე ერთი კავშირი არსებობს თუ მაგაზე ჯერ არ მიგიხებია აი იქნება საინტერესო ყველა საინტერესო ზუსტად ვერაფერს ვერ ვთქვი რაღაცა აი წიგნი იძლევა იმის საშუალებას რომ ვიღაცა მაგაზე მუშაობა დაიწყოს ეს არის პირველი წვეთი ლაზარე მე წინა სიტყვაობაში შენივრად მითხრა ეს არის უბრალო რაღაცა არ არის აი რასაც ახლა თქვენ მეუბნებით ხო ან სხვები მეუბნებიან ხო მითხრა მე ვერ ვამბობ რა ხდება რატო ვარ დაძაბული და ლაზარემ მითხრა უცებ რა ეს არის კოდი ღმერთისგან ჩადებულია ღმერთისგან კოდი და შენ ამას ვერ ამოხსნი რა ადამიანი რა აი ახლა ქართულს რაც შეეხება აი ახლა თქვენ შენ ბრძანე ხო ძმაო აი ნახე რა მინდა გითხრა მაგით დაფარულია ენაი ქართული იოანე ზოსიმეს მიერ ამიშოვის დროს ეს ყველა რო ესე იგი UNESCO კულტურულ მემკვიდრეობად რომ შეიარეს ზუსტად ჩვენ დავიწყეთ ეს და დაემთხვა რაღაცნაირად დროში რა შეიტანს ქართული კულტურულ მემკვიდრეობას გრაკლიანის გარკვეული მინიშნება იყო იმას გრაკლიანი გავს ავეს მე უყურებ ამას ასე რომ ოკეანეში თითი შეყო ფეხის თითი და ცოტა დაგისვენდეს ესე აუცილებლად ალბათ რაღაც დეტალებს ვიღაცა ჩვენგანი ვიღაცა ესე იგი მიაღწევს ყურადღებას ჩვენ დავიწყეთ თქვა ამ დეტალის განხილვას და ესე ნელ-ნელა შევავთ სწორედ მაგებში პარალელო ხო თქვენ ნელ-ნელა ხო ეს არის ალბათ დასაწყისი მეტაბისა რომელიც ახალი დასაწყისი იქნება რო უთხარი ერთხელ ერთ-ერთ წიგნზე თავიდან რო გამოვეცი და არა მეთქი მამა ჩემი სახელი და გვარი მეთქი მინდა მეთქი არაო რატო პასუხისგებელი უნდა იყო რა და ხმა ვეღარ მოვიღე აჯობე პრაბეში თუ ანუ ხელი უნდა მოაწევ პასუხისგებელი უნდა იყო და ნუ ჩავწერე მე არ მინდოდა არა მეთქი მამა მე ვინა ვარ ეხლა დავტო საერთოდ ჩემი სახელი და გვარი სადმე პირველში ჩვეულებრივი არა ჩვეულებრივი ტელეფონი წერია ჩემი და შეიძლება და მე კიდე galaktionis ლექსია აქვს მამა ნიკოლოზ galaktioni ძალიან უყვარს და ამბობს რომ ძალიან დიდი საიდუმლოების მატარებელი იყო galaktioni აი რატო იყო ეხლა galaktionis საიდუმლოების მატარებელი არა იყოს გამეხუმროს ხო ხედავდა იმას ხო გასაგებია ეს ხედავდა მეც ვიტყვი თქვა რომ ხედავდა მაგრამ აბა გავშიფროთ ხო იმის ხედვა როგორ გავშიფრავთ ნუ მე ვერ ვშიფრავ ხო მე წავიკითხე ლექსი ბატონო ამ სიხმელეში არის სისავსე ზეცი ძალთა გამოვიდა და აი მამა ნიკოლოზმა მითხრა რომ მაგანო იცოდაო რომ ქართველებსო ქონდათო ძველიო ნებროთის დროინდელი წიგნი ქონდაო წარმოიდგინეთ ნებროთის დროინდელი წიგნიო შემდეგ ისა ვახტანგ გორგასალსაც ქონდაო ხო ეს წიგნიო ვახტანგ გორგასალი იცნობდაო ნებროთის წიგნსო და შემდეგ სადღაც დაიკარგაო აი ამ წიგნშიო ქართველებსო ქონდათო ნახსენებიო რომ მესია მოვიდოდაო ესე ქართველებმა იცოდნენ თურმე მესიის მოსვლა ქრისტეს მოსვლა ხო და აი აქ შევიტანე შემდეგ სხვათა შორის ბოლო დღეებში უკვე წიგნი უნდა გამომეცა და galaktion ტაფიძის ჰიმნი ქართულ ამბავს და აქ არის დაახლოებით მითითებული როდის არის ამბანი ქართული ამბანი შექმნილი galaktionis აზრით რაღაც ესეთ მაგრამ იქ როგორც იცით 26 საუკუნის უკან ახლის წინამორბედსო აი ეს არის საინტერესო გამშვენებდა ახლის წინამორბედს
და ძალიან ძვირფასადაა დახასიათებული ამბანი ხვეულები გრეხილების ორფის ძალიან იმიტომ რომ შეიძლება ამბანს უყურო ახლა თქვა როგორც ხო არის რომ თქვა მე სიამოვნებს მაგალითად იტალიური ენა ესპანური ენა ბევრ სიამოვნებს ხო მაგრამ ნუ არ სიამოვნებს თქვა ინდური ენა არ სიამოვნებს არაბული ენა თქვა ხო ნუ რო უსმენ ხო ან თურქული არის იგივე ამბანებშიც ალბათ რომ უყურებ შეიძლება ბატონო არ ვიცი შეიძლება შეჩევაც იყოს არც მაგას გამოურიცხავა შეიძლება შეჩევა იყოს ზოგს ნაცხოვრები აქვს უცხოეთში თქვა და იქ რო ცხოვრობ შემდეგ ეჩვევი და გიყვარდება ესენა თავისებურად თქვა შეიძლება არ შეგიყვარდეს და ძალიან მაგარი ნერვებმოშული წამოხვიდე იქ აგრესიულიც გახდა ამიტომ ძალიან ბევრი რამეა გამოსაძიებელი ამას აი ხლა ბევრგან არის კიდე ხო აი რა მინდოდა კიდე მეთქვა ბოდიში თამდენი ლაპარაკისთვის აი რა მინდოდა მეთქვა აქ არის ფილიპინების და იავური ენები რა იავის კუნძულების ინდონეზიის კუნძულები ინდონეზიის ასე ვთქვათ არეალი რა ინდოეთის ოკეანის როცა უკვე ახალგაზრდებს არ აინტერესებთ ენა ნენელა იკარგება ანბანი იკარგება და ისინი გადადიან ლათინურ ანბანზე ან არაბულ ანბანზე არაბულ ენაზე და ერი კარგავს თავის სახეს მე აი ეხლა ვთქვათ ჩვენ ვიცით რომ ეგვიპტე არის ეგვიპტელები არიან ეგვიპტეში ცხოვრობენ არაბები და ეგვიპტეში აგრეთვე ცხოვრობენ თურმე კოპტები რომლებიც არიან იმ ძველი ფარაონების და ფარაონების დროინდელი ხალხის წინაპრები ისინი შთამომავლები მაგრამ ეს კოპტები დღეს ლაპარაკობენ არაბულ ენაზე რატო არაბები მე-6 საუკუნედან დაიწყეს არაბებმა შემოსევა ხო და მე-6 საუკუნეში კოპტები დაიპყრეს ეგვიპტე. მე ნენელა გამრავდნენ არაბები, კოპტებს მე ნენელა აუკრძალეს ლაპარაკი, არაბული გახდა სახელმწიფო ენა, ადრე კოპტური ენა იყო. და შემდეგ მარტო ეკლესიაში შეეძლო წირვალოცვა კოპტებს. კოპტურ ენაზე. შემდეგ წირვალოცვაც აღარ შეუძლიათ. მარტო მამაუჩვენოს ამბობდნენ. ეხლა მამაუჩვენოსაც არ ამბობენ და აი ესე დაიკარგა. აი რა საინტერესოა რომ აი იგივე ფილიპინების და ხო შეიძლება საერთოდ არ არის საინტერესო ხო თქვა მაგრამ იმდენად სუსტი აღმოჩნდა ეს ერები რომ ვეღარ ნენელა თავისი ენა აღარ აინტერესებთ გადავიდნენ დამპყრობელ ჰოლანდიურ და ასე ვთქვათ ინგლისურ აი ეს ვინც დაიპყრო ეს კუნძულები აი ფილიპინები რატო ქვია რომ ფილიპე მეფის საპატივსაცემად ხო თურმე ესპანელი მეფის ფილიპე მეფის საპატივსაცემად და ნენელა დაკარგეს ეს თავის საკუთარი ენა და მარტო ენების ენათმეცნიერებმა და მკვლევარებმა იციან ეს ენა დაახლოებით როგორ ლაპარაკობდნენ მაშინ ისიც დაახლოებით იციან აი ესე იკარგება ენის შექმნელი და ანბანის არ ვიცით ჩვენ რუსებმა იციან კირილე და კირილიცა ისე მეცნიერები უნდა ყოფილიყო ჩვენთვის გეთქვა მეორე პრეზენტაცია ჩავატაროთ ილია ჭავჭავაძე ასე იწყებს თავის იმას ენა მამული სარწმუნოება ეს ანბანის პროექტი არის დაგებული გავს ეს თავარი ეს ენა მე არის მამული და მე სარწმუნოება ეს ესე არის და იქნება ჩვენთვის მასაკუთრებით არა ერთი წუთით ბოდიშ ვიხდი ეს თქვა ილია ჭავჭავაძე ენა მამული სარწმუნოება და მთავარი ენა თუ მამულია თუ სარწმუნოება ილია ჭავჭავაძის მიხედვით მე ვერ ვიაზროვნე არა ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი და მე ვერასდროს მაგის თითის ღირსიც არ ვარ ხო მაგრამ ჩვენ უნდა დაუჯეროთ ჩემი აზრით უნდა მოვიდეს ისეთი აზროვნება უნდა დაუჯეროთ ქვეყანაში ვინც არის წმინდა ადამიანი წმინდა ბერი და არა ვთქვათ ის რომ როდისმე საერთო აზრი ხო უნდა გქონდეს რა ერთი იმას ამბობს თავარი ეს არის მეორე იმას ამბობს მესამე იმას ამბობს ხო მაგრამ ეხლა ნახე ვინც არის ვთქვათ მამა გაბრიელი რა მამა გაბრიელს უნდა დაუჯერ მამა გაბრიელი ამბობდა იქ გლახისნა ამბობი რო დაწერაო არ მომწონს მე ეგო რა დაწერაო როგორო ბერი არ შეცდებოდაო
ბერიო, ესე იგი, ქალზე იფიქრა და შეცდაო, წმინდა ბერი არ შეცდებოდაო. გლახის ნამბობში ხო არის, რომ ქალი გაახსენდა თუ ქალს გადახედაო, ქალი რომ ბანაობდაო და ბერიო შეცდაო და დაეცაო თუ რაღაც ესეთი, ხო? ხო, მაგრამ არ შეცდებოდა წმინდა ბერი. ესე იგი არ იყო წმინდა ბერი და ხო ყოფილა ის შემთხვევა. მამა გაბრიელი ის ამბობდა, კაცო წმინდა ბერი იყო, ილია ჭავჭავაძე ამბობდა. როცაო იჯდაო, ხო? და წიგს კითხულობდაო, ზის სხივიო, კითხვის დროსო. თანსდებდა. განდეგილი იყო თუ რაღაც, ხო? მაგაზე არა. მაგრამ ზისხივი რო თანსდებდა ეს იმას არის შეცვლის წმინდა იყო. ნუ მოკლედ ილია ჭავჭავაძემ ესე ჩათვალა. უნდა გადავიკითხოთ. ხო, ნუ მეც არ მახსოვს კარგად თქვა. ჩვენ ძველ ხელნაწერებს გვიმალავენ, ბატონო, სად არის ძველი ხელნაწერები? გვაჩვენეთ, აბა. არის, ვინმე შეუძლია გვაჩვენოს, ცალკე იქ სანამ შენ საბუთს არ გააკეთებ, არ შეგიძლია აბსოლუტურად რომ ძველი ხელნაწერი გადაათვალიერო. და რამდენმა პროცენტმა იცის ქართულმა ძველი ქართული? შემდეგ მინიმალურ ფორმა, ფექტორი. ეს